ახლა კი სპორტი კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატში ფინანსური პრობლემებია. დღეს ამ თემაზე ჩემპიონატში მოასპარეზე კლუბების წარმომადგენლები სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ლევან ყიფიანს შეხვდნენ. მინისტრი კალათბურთელებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა. მაურის ფონზე წარიმართა დღეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრისა და კალათბურთის ეროვნულ ჩემპიონატში მოასპარეზე კალათბურთელების შეხვედრა. გუნდების ნაწილი ფინანსურ პრობლემებს უჩივის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ხალხში ეს გამოსწორდება და კლუბები შეუდგებიან ვარჯიშს და მომავალ წელს უკვე უნდა ჩადგეს ის პროექტი პროფში, რომელსაც გეგმავთ ჩვენ კალათბურთის განვითარებისთვის. ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება. 99% გადაწყვეტილია, რომ კლუბებს რაღაც თანხით ექნება დაფინანსება წლის ბოლომდე, ხოლო მომავალ წლიდან ახალი პროგრამა ამუშავდება, რომელიც კლუბებს მისცემს გარანტიას სტაბილურობის. გაურკვეველია, როდის დავიწყებთ კალათბურთის თამაშს, იმიტომ რომ უკვე 4 თვეა გავიდა, რაც ჩემპიონატი მორჩა და იმის მერე გაურკვევლობა რაღაც ფინანსებზე იყო ლაპარაკი, მაგრამ ჯერ დადასტურებული არ არის და მე მგონი თბილისურ გუნდებმა ჯერჯერობით ზუსტად არ იციან, როდის ექნებათ საშუალება დაიწყონ მოთამაშეების მოძიება და ვარჯიშების დაწყება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები საკუთარი კლუბების დაფინანსებას აღარ შეწყვეტენ. დაპირება საკალათბურთო კლუბ არმიას მწვრთნელმა დღეს პირადად თავდაცვის მინისტრისგან მიიღო. დღეს მოხდა ერთი სასიამოვნო ფაქტი, რომ თავმჯდომარე კოტეტუბუში დაიბარა ბატონმა მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და პირობა მიცა, რომ ყველანაირად დაგვიდგება გვერდში. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქამდე არ ვიცოდით ჩვენი გუნდი საერთოდ იქნებოდა თუ არ იქნებოდა, როგორც მინისტრმა გითხრა, თვითონ ქონდა კომუნიკაცია ჩვენს ხელმძღვანელობასთან და ჩვენი გუნდი იქნება აუცილებლად. ზუსტად რა დაფინანსება იქნება და როგორ იქნება ეს ალბათ უახლოეს დღეებში გავიგებთ. დღესვე სამინისტროსთან განცხადება გააკეთა კალათბურთელების ნაწილმა. მცხიფიანთა შეხვედრას არ დასწრებია. ისინი სახელმწიფოსგან თითოეული კლუბის მილიონი ლარის დაფინანსებას ითხოვენ. ჩვენ ვითხოვთ ერთ რაღაცას, რომ ის 5 გუნდი, რომელიც არის თბილისში, ჩამოვთვლი გუნდებს არმიაში, დინამო, ოლიმპი და სოხუმი, მიცენ მილიონი ლარი თითო გუნდს. ეს არის მინიმუმი, რომ ჩემპიონატში იყოს რაღაცა დაძაბულობა, რაღაცა ინტერესი. ჩემპიონატი უნდა დაიწყოს ოქტომბერში, ვარჯიშები უნდა დაგვეწყოთ ჩვენ აგვისტოს დასაწყისში, დღეს ვიცით, ეხლა სექტემბრის 10 რიცხვი არის და აქ ვისაც ხედავთ, ორი იმდენი კიდევ გაუგებრობაშია. კალათბურთის ფედერაცია სუპერლიგაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადის მიღებას რამდენიმე დღეში დაიწყებს. თუმცა გუნდების უმრავლესობას ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი შეკრებაც არ გაუღია. კლუბების ფინანსური პრობლემების გამო ქართულ კალათბურთელთა ნაწილი ეროვნული ჩემპიონატის ჩაშლას არ გამორიცხავს.